საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ხოფერია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, მოგესალმებით დღესასწაულს. ასევე დიდი მადლობა და ჩვენ უთხრათ ტელემაყურებელს რომ საუბრობთ ონლაინ სანოტარო სერვისებზე. ვიცით რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ონლაინ ფორმატში ძალიან ბევრი სერვისი. მოდით დავიწყოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როდიდან ფუნქციონირებს აღნიშნული მომსახურება და შემდეგ გადავიდეთ მთლიანობაში რა სერვისები გვაქვს ამ კუთხით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან სასიამოვნოა რომ არსებობს დაინტერესება ამ თემასთან დაკავშირებით. მე გავაგრძელებ თქვენს დაწყებულსაკითხს. საქართველოს ონლაინ სერვისებთან მიმართებაში ერთადერთი არ არის, მაგრამ ზოგიერთ სანიტარო მომსახურებასთან მიმართებაში კი ნამდვილად ერთადერთია. ეს ეხება მინდობილობა რწმუნებულებებისა და თანხმობის დამოწმებას, რომელიც ონლაინ სერვისის მეშვეობით ხდება. აქ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ მართლაც გამონაკლისები ვართ. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამ თემას, ძალიან სკეპტიკურად იყო აღქმული ეს საკითხი, რამდენად შეიძლება ეგრეთ წოდებული Skype-ის მეშვეობით მინდობილობის დამოწმება, ხომ არ არსებობს რისკ ფაქტორები, რამდენად დიდია ეს რისკ ფაქტორები და ასე შემდეგ. თუმცა დღევანდელმა რეალობამ აჩვენა ის, რომ ონლაინ სერვისები ყველაზე ხელმისაწვდომი, ყველაზე აქტუალური და ყველაზე ხშირად გამოყენებადი სერვისებია. კარგად მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეები ძალიან ბევრი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში და მათთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი, იაფი, კომფორტული და მისაღებია სწორედ ასეთი სერვისით სარგებლობა, როდესაც მოქალაქე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან უკავშირდება საქართველოს ნოტარიუსს და ახდენს მინდობილობა რწმუნებულების დამოწმებას, გარკვეული განცხადების გაკეთებას, რაც ძალიან უმარტივებს მას ბევრ ტექნიკურ საკითხს. და დროში როგორ ხდება ეს? ვიცით რომ არის საჭირო ორი მოწმე, რომელიც ადგილზე იქნება და დაადასტურებს აი ამ ყველაფერს და მოაწერს ხელს და დროის ფაქტორი როგორ არის? აი დაახლოებით ამდენ ხანში ხდება. დროის ფაქტორი რამოდენიმე საკითხთან არის დაკავშირებული. პირველი თვითონ დროზე შეთანხმება მოქალაქესა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და ნოტარიუსს შორის, რომ მოხდეს თანხმედრა ონლაინ რეჟიმში ერთდროულად ჩართვისა, როდესაც გვიკავშირდება მოქალაქე საზღვარგარეთის ქვეყნიდან Skype-ის მეშვეობით, ნოტარიუსი ვიდეო ფორმატში იწერს მთელი ამ საუბრის მიმდინარეობას, ვიდეო ფორმატში ამოწმებს და ესაუბრება მოქალაქეს და საქართველოს ნოტარიუსთან სანიტარო ბიუროში აგრეთვე იმყოფება ორი მოწმე, ერთი რომელიც განცხადებლის ნაცვლად ხელს მოაწერს სანიტარო აქტზე, ანუ ის პირი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ვინაიდან თვითონ ვერ აწერს აქტს, ერთ-ერთ მოწმეს მიანდობს ხელმოწერას და მეორე მოწმე, რომელიც მთელს ამ პროცედურას დაესწრება, დაადასტურებს მის მიმდინარეობას და ასევე თვითონვე მოაწერს ხელს და დაადასტურებს ყოველივეს თავისი ხელმოწერით. დროს რაც შეეხება დამოკიდებული ემაზე, რა სიდიდის იქნება ტექსტი, ანუ რამდენად ვრცელი მინდობილობის გაცემა სურს მხარეს, როგორ მოხდება მისი ნოტარიუსის მიერ განმარტება და ასე შემდეგ. პროცედურულად შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს 10 წუთი, შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთი, ან მაქსიმუმ 9 საათი. ანუ ეს დამოკიდებული ემაზე, რას ფაქტორი უმაპატიეთ, რა მოცულობის ტექსტი უნდა ჩავიწეროთ, როგორც რომელიც მხარეს სურს რომ განაცხადოს. კალბატონი, რამდენი ხანია რაც არსებობს ეს ონლაინ სერვისი? ეს ონლაინ სერვისი მოქმედებს 2010 წლიდან. მე მცირე სტატისტიკა შემიძლია მოგახსენოთ, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი დღეისათვის. Skype-ით მინდობილობებისა და თანხმობების დამოწმებისას 2010 წელს დაახლოებით 6400 ასეთი სანიტარო მოქმედება შესრულდა. ციფრი არც ბევრია და არც მცირე, მაგრამ შემდგომში უკვე ამ სტატისტიკა მიმდენად იმატა, რომ 2011 წელს დაახლოებით 25000 სანიტარო მოქმედება იქნა შესრულებული, შემდეგ 2012 წელს 32000 გახდა ეს ციფრი და დღეისათვის 2014 წლისათვის ამ ივნისისთვის ჩათვლით 23700 სანიტარო მოქმედება. ანუ საკმაოდ იმატა წელს დაწვამდე 2013 წელს უკვე 40000-მდეა უკვე 2013 წლის განმავლობაში ასეთი მოქმედება შესრულებული. ანუ საოცრად ბევრია. თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ამ სერვისით შეუძლია ისარგებლოთ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, არამედ არ არის შეზღუდვა იმაზე, რომ ამ სერვისით ისარგებლოს მოქალაქემ საქართველოს ტერიტორიის შიგნითაც. თუ მას არ შეუძლია პირადად სანიტარო ბიუროში გამოცხადება. ხო, თუმცა ბათუმში თუ ცხოვრობს, ბათუმში ნოტარიუსების საკმარისად ყველაზე შეუძლიათ იქასმასთან დაკავშირებით ან სხვადასხვა ხო, სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თქვათ იმ დასახლებაში, სადაც არ არსებობს ნოტარიუსი. ძალიან ხშირად სვანეთი დაგვიკავშირდებიან, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესტია დღესდღეობით სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის დაფარული სანიტარო მომსახურებით და
იქ მოქალაქეებს ინტერნეტ კავშირი აქვთ და შეუძლიათ Skype-ით შეასრულონ მინდობილობა. ან სხვადასხვა მიზეზების გამო, როდესაც მოქალაქეს ვთქვათ, სამთავრობო ბიუროში მისვლა რაღაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის და მისთვის უფრო ხელსაყრელია თუ ტექნიკურად და ასე ვთქვათ, დროში უფრო ადვილია ორი მოწმე მოვიდეს მეორე ნოტარიუსთან დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერით ეს ასე ვთქვათ, ნების ნამდვილობა და მოქალაქეს ჩაერთო Skype-ით. ანუ შეზღუდვა ამ ხრივ არ არსებობს. თუმცა ძირითადად მაინც ალბათ მოდის საზღვარგარეთ ცხოვრებრივი ქართველების. რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად საზღვარგარეთ. თუ ხდება გამოცდილების გაზიარება, თუნდაც აი მეზობელ სახელმწიფოებში, თუ არიან დაინტერესებული. მინდა გითხრათ, რომ პირველად როგორც ჩვენ ძალიან ხშირად გვყავს პალატაში უცხოელი სტუმრები და პირველი შეკითხვა მათი მხრიდან რაც არის ხოლმე, სწორედ ამ ონლაინ Skype-ის მინდობილობებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ყველას უკვირს, ყველა სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც იგებენ მთელს ამ პროცედურას, როგორ, რანაირად და რა ფორმატით შესრულდა ასეთი მოქმედება, ну, ასე ვთქვათ, შემოსადავებელი ნაკლებად აქვთ ხოლმე. ონლაინ სერვისების მხრივ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მართლაც ასე ვთქვათ, ძალიან ხშირია ასეთი სამყარო მოქმედებები. ეს არის არა მხოლოდ მინდობილობა, არამედ მარტივად ხშირად არის ხოლმე ერთ-ერთი მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ და ბავშვს სურს მაგალითად საზღვარზე გადასვლისათვის მშობლის თანხმობა. იმისათვის რომ მოქალაქე საზღვარგარეთ შეასრულოს ეს მოქმედება უნდა მივიდეს ჯერ იქ ნოტარიუსთან, შემდეგ დაამოწმოს ეს სანოტარო წესით, აპოსტილით ან ლეგალიზება გაუკეთოს და გამოგზავნოს დედანი დოკუმენტი საქართველოში. ანუ ყველა შემთხვევაში გაცილებით ხელმისაწვდომი და გაცილებით მარტივია ამ სერვისის გამოყენება და ამიტომაც არის რომ ციფრები რომელიც გითხარით შთამბეჭდავია მე მგონი. კიდევ რა სერვისები შეიძლება ისარგებლოს მოქალაქემ ქალბატონინო ან თქვენ? ონლაინ სერვისები ძალიან ბევრი გვაქვს ნოტარიუსთა პალატაში. ერთი ეს არის როგორც გითხარით Skype-ით მინდობილობად რწმუნებულების დამოწმება, განცხადების ანუ თანხმობების დამოწმება, სხვაგვარად რომ ვთქვათ. კიდევ ერთი საინტერესო სერვისი რაც აგვაქვს და რასაც მოქალაქეები სამწუხაროდ არც ისე ხშირად იყენებენ, თუმცა ხშირად არის ამაზე საუბარი, ეს არის დაჯავშნე ვიზიტი ნოტარიუსთან ონლაინ. ანუ ონლაინ დაჯავშნა კონკრეტული ვიზიტისა თქვენ შედიხართ ნოტარიუსთა პალატის ვებ გვერდზე notary.g, სადაც ირჩევთ შესაბამის ღილაკს, რომელსაც ქვია ონლაინ მომსახურება და ამ ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ დაჯავშნოთ კონკრეტულ ნოტარიუსთან კონკრეტულ დროს, კონკრეტული თარიღისათვის ვიზიტი. და ნოტარიუსი გიდასტურებთ უკვე შემდგომ ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაციას. ეს სერვისი შემოღებული იქნა იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რიგები, გაურკვევლობები, ხშირად არის ხოლმე მივდივართ ნოტარიუსთან და მას სხვა მოქალაქე ყავს, ჩვენ გვეჩქარება, როგორც წესი ყოველთვის ყველაფერი მზად გვინდა რომ კონდეს და რაც შეიძლება სწრაფად. სწორედ ასეთი ტექნიკური და სხვაგვარი საკითხების თავიდან ასაცილებლად არის შემოთავაზებული ეს სერვისი, რომელიც ძალიან მარტივია, ძალიან ადვილია მომხმარებლისათვის და გაცილებით უფრო კომფორტულია. იმიტომ რომ თქვენ კონკრეტულ დროსა და თარიღზე გაქვთ გარანტირებული რიგის გარეშე მიიღოთ სანოტარო მომსახურება. გარდა ამისა კიდევ რაც აგვაქვს ონლაინ სერვისი ეს არის, როდესაც გარიგების დამოწმება შესაძლებელია ორი ნოტარიუსის მონაწილეობით. ეს ცოტა უფრო ესე ვთქვათ იშვიათი შემთხვევაა, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს ასევე. მაგალითად, თქვენ გსურთ ბინის გაყიდვა. გამყიდველი იმყოფება თბილისში, მყიდველი იმყოფება, თქვათ, ბათუმში. და თქვათ, იმისათვის რომ არ მოხდეს აუცილებლად ორივე ადამიანის თანხwebdra და თავმოყრა ერთ ქალაქში, აუცილებლად ან ბათუმელი არ ჩამოვიდეს თბილისში, ან თბილისელი არ წავიდეს ბათუმში, არსებობს შესაძლებლობა ბათუმში მყოფი მოქალაქე მიდის ბათუმის ნოტარიუსთან, თბილისში მყოფი მოქალაქე მიდის თბილისის ნოტარიუსთან, ეს ორი ნოტარიუსი თავიანთი მხარეების მეშვეობით ონლაინ სერვისით უკავშირდებიან ერთმანეთს. ერთი მხარე ხელს აწერს ბათუმში, მეორე მხარე ხელს აწერს თბილისში და შემდგომ ხდება ონლაინ შეკვრა ამ გარიგებისა, რომელიც წარედგინება საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის. მე პირადად შესრულებული მაქვს ასეთი რამოდენიმე სანოტარო მოქმედება და მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან დიდი კომფორტია მოქალაქისათვის, დაზოგოს დრო, თანხები, თქვათ და გაცილებით უფრო სწრაფად და კომფორტულად მოახდინოს ასეთი მოქმედების შესრულება, ვიდრე ეს აქეთ-იქეთ სიარულის დროის დაკარგვაზია. საკითხში ბევრი მართლაც მნიშვნელოვან ტენდენციას ვამკვიდრებთ ამ კუთხით. და ხომ არ გეგმავთ კიდე რაიმე ესეთ მასშტაბურ ხმაურიან სერვისს, რომელიც ხმაურიანი სერვისი ალბათ სიურპრიზად შეგვიძლია მაშინ დავიტოვოთ, თუმცა ხუმრობას რო თავი დაანებოთ, ერთ-ერთი შესაძლებელია ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც გვაქვს გაწერილი და რომელიც
იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გვინდა რომ განვახორციელოთ, ეს არის ელექტრონული ხელმოწერები, რომლის დანერგვასაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა სჭირდება. და სჭირდება აგრეთვე გარკვეული თქვათ ცოტა არ იყოს უფრო მეტი მუშაობა ვიდრე ეს სხვაგვარი ტიპის სამთავრობო მოქმედების შესრულებისთვის არის გათვალისწინებული. ელექტრონულ ხელმოწერაში იგულისხმება ის, რომ მოქალაქეს შეიძლება ელექტრონული სახით გადაეცეს დოკუმენტი და არ მოხდეს თქვათ 5, 6, 10 ეგზემპლარის დამზადება, არამედ ელექტრონულად შექმნილი დოკუმენტი იყოს დედნის ძალის მქონე. მე აღარ დავწრემანდები ტექნიკური საკითხებით, მაგრამ ეს შეიძლება უახლოეს მომავალში დავგეგმოთ. თუმცა შეიძლება იყოს კიდევ სხვა სერვისები, რომლის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად შეიტყო. ასევე არის როგორც ვიცი, კრების ოქმის დამატება ხალხო. ერთ-ერთი საინტერესო ონლაინ სერვისი არის აგრეთვე პარტნიორთა კრების ჩატარების პროცედურა შეიძლება მოხდეს ასევე ონლაინ სერვისით, ანუ როდესაც კონკრეტული კომპანიის პარტნიორები არ იმყოფებიან ერთ ადგილას, რომ მათ შეასრულონ და ხელი მოაწერონ კრების ოქმს, ყველა იმყოფება სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადგილას და ნოტარიუსი უზრუნველყოფს ვიდეო კონფერენციის ჩატარებას, როდესაც პარტნიორები იღებენ მონაწილეობას ამგვარი კრების ოქმის დროს, ყველა პარტნიორი გამოხატავს თავის აზრს, ნოტარიუსი მთელს ამ პროცედურას აღწერს, შეადგენს შესაბამის ოქმს და აქაც შესაბამისი პირების ხელმოწერით იქნება მოქმედება შესრულებული. როგორც ვიცით, რამდენიმე დღის უკან საქართველოს მოაწერა ხელი ევროკავშირთან არაფერებს ხელშეკრულებას და აი თქვენი კუთხით ხომ არ არის რაიმე რეგულაციები ევროკავშირის მხრიდან და რაიმე ესეთ სამუშაოები გასატარებელი, რომელიც აი ამდენადაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ზოგად პრინციპებს, ამ ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ქართული ნოტარიატი, საქართველოს ნოტარიატი აბსოლუტურად ევროპულ სისტემაზე აწყობილი ნოტარიატია. ჩვენ გერმანულ-რომანული სამართლებრივი ტიპის ქვეყანა ვართ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი, რაც იმას გულისხმობს, რომ სამთავრო მოქმედებები და სამთავრო წესით დამოწმებული გარიგებები არის უდაო ძალის მქონე დოკუმენტები, ანუ ფაქტიურად ყველა ის პირობა, წინაპირობა, რაც სამართლებრივად გამართული დოკუმენტის შექმნისთვის უნდა არსებობდეს, ასეთი წინაპირობები ჩვენს ნოტარიატში უკვე არსებობს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული სამართლებრივი ცვლილებები ამ ხრივ სავალდებულო არ არის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გარკვეული თქვათ ხარვეზები, რომელიც არსებობს ყოველთვის კანონმდებლობაში აღმოფხვრათ, მაგრამ ეს არის უკვე შიდა პროცედურული საკითხი და არ მოდის არანაირ წინააღმდეგობაში საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. ქალწონი, თქვენ ახსენეთ საუბრისას ვიზიტის დაჯავშნა, რომელიც უფრო ნაკლებად არის ინფორმაცია საზოგადოებაში. თუ არის კიდევ ესეთი მოსახურება, რომელსაც კარგად ამ შემთხვევაში არ იცნობს. არა, სიმართლე გითხრათ, არ იცნობს, არა. ნაკლებად სარგებლობს, იმიტომ რომ ნაკლებად სარგებლობენ, ალბათ, ეს ჩვენი ბუნებაზე ალბათ დამოკიდებული, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივალთ გარკვეული მოქმედების შესასრულებლად, ადგილზე მივიღოთ მომსახურება, ან წინასწარ გვიჭირს რაღაცის დაჯავშნა, დაგეგმა. ვერ გეტყვით, რომ არ გამოიყენებენ მოქალაქეები, გამოიყენებენ, უბრალოდ სასურველი იქნებოდა უფრო ხშირი ყოფილიყო ამ სერვისით სარგებლობა, რომ აღარ იყოს მერე უკმაყოფილება, თუნდაც იგივე მარტივად რიგებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გამო შემოვიღეთ ამ სერვისის ეს სერვისი, რომელიც დღემდე მოქმედებს და ანუ არ არის ისეთი შთამბეჭდავი ციფრები აქტივობის თვალსაზრისით, როგორც Skype-ის მინდობილობას და მიმართებაში, მაგრამ ის რომ არ იცის მოქალაქეებმა არ სარგებლობენ, ამასაც ვერ ვიტყვი. უბრალოდ აქტივობა არის დაბალი ამ სერვისთან დაკავშირებით, რატომ? ერთი ზარი შემოვიდა და ამასაც კითხავთ, ქალბატონმა დარიკავ საინტერესებს ნათესავით ხოროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და თუ აქვს საშუალება, რომ სხვა ქვეყნის ნოტარიუსთან ერთად ჩაერთოს ონლაინ ფორმატში და ესეთი ერთობლივი კონტაქტით მანიპულაცია. სხვა ქვეყნის ნოტარიუსთან ერთად ჩართვა სავალდებულო საქართველოს და რუსეთზე არის საუბარი. კი ბატონო, რუსეთიდან ძალიან ხშირად ვახორციელებთ სამთავრო მოქმედებებს, მას არ სჭირდება იქ ნოტარიუსთან მისვლა. მან უბრალოდ საქართველოში ქართულ ნოტარიუსთან უნდა დაამყაროს ონლაინ კავშირი და მოახდინოს მინდობილობის დამოწმება. ანუ თუ არის რუსეთის მოქალაქე მაგალითად ის. აი, რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სამწუხაროდ ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ონლაინ მომსახურებას ვერ უწევთ და რატომ? იმისათვის რომ დავადგინოთ, რომ ნამდვილად ესა თუ ის პიროვნება არის კამერის მიღმა, ამისათვის ჩვენ უნდა გქონდეს გარანტია იმისა, რომ ნამდვილად ეს პიროვნება გვიკავშირდება. როგორ ვამოწმებთ მას?
ნოტარიუსს აქვს წვდომა ელექტრონულ ბაზასთან სამოქალაქო რეესტრისა, ანუ სურათიანი ბაზა იხსნება, როგორც კი ვიღებთ მოქალაქის პირად ნომერს და ვამოწმებთ სურათიანი ბაზის მეშვეობით ნამდვილად ის ადამიანი არის თუ არა, რომელიც კამერის მიღმა იმყოფება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინაიდან სხვა ქვეყნის სამოქალაქო ბაზებთან წვდომა არ აგვაქვს და არ შეგვიძლია გადავამოწმოთ პირადობა ნამდვილად ის ადამიანი არის თუ არა, მხოლოდ ორი მოწმის განცხადება ამისათვის საკმარისი არ არის, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, სწორედ ამიტომ არის, რომ შეუძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მოვემსახუროთ. ერთადერთი გამონაკლისი არსებობს, თუ ამ პიროვნებას ნოტარიუსი პირადად იცნობს და მისთვის ეს მოქმედება ეს მოქალაქე ცნობილია ან ცნობილია არა როგორც ასე ვთქვათ ოჯახის წევრი ნათესავი და ასე შემდეგ, არამედ მას შეუსრულებია რაიმე ტიპის სამნოტარო მოქმედება ნოტარიუსთან სამნოტარო ბიუროში და აქედან გამომდინარე მისთვის ცნობილი პიროვნება როგორც ამ შემთხვევაში თუ ვთქვათ რუსეთში ნოტარიუსმა და ამოწმა რომ ეს ნამდვილად არის ეს ადამიანი და ნოტარიუსების კონტაქტი სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში სამნოტარო მოქმედება ვერ შესრულდება. ანუ ქართველი ნოტარიუსი ასრულებს სამნოტარო მოქმედებას და სწორედ ქართველმა ნოტარიუსმა უნდა მიიღოს დადასტურება იმისა, რომ ნამდვილად ის პიროვნება გვიკავშირდება, ვინც სადაც ვთქვათ სამნოტარო მოქმედების შესრულება სურს. ამის გადამოწმება კი მხოლოდ და მხოლოდ პირადობის ბაზით შეგვიძლია. რუსეთის ბაზასთან წვდომა არ აქვს. საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი მთავარი. საქართველოს მოქალაქე ან ნოტარიუსისათვის ცნობილი პირი, როგორც უცხოელის მოქალაქე. მაგალითად, სამნოტარო ბიუროში ხშირად არის ხოლმე, როდესაც ყავს, ასე ვთქვათ, სისტემატური უცხოელი კლიენტი. ანუ მოქალაქე, რომელიც სისტემატურად მოდის და ხშირად სარხებობს კონკრეტული ნოტარიუსის, კონკრეტული სამნოტარო მომსახურებით. აქედან გამომდინარე, ამ მოქალაქის ცნობა და ვთქვათ, მისი იდენტიფიკაციის დადგენა ნოტარიუსისათვის პრობლემას არ წარმოადგენს და შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსმა მას შეუსრულოს სამნოტარო მოქმედება. თუმცა, ასე დროს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ნოტარიუსს ეკისრება, უფრო სწორად, ასე ვთქვათ, რის ფაქტორები ნოტარიუსზეა, რომ მან ნამდვილად დაადგინოს ამ პიროვნების მოახდინოს იდენტიფიცირება და დაადგინოს მისი პირადობა. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არ აქვს მშობლიასაც ცხოვრობს და თვითონ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ შეუძლია რომ თუნდაც შორეულ ნათესავს ან რაღაც მსგავსი რაღაც თუნდაც Skype-ით ჩაერთოს აი ამ ფორმატში, რადგან ჩვენ საუბრობთ და რაღაც გაკეთდეს მაგალითად, გადაუფორმოს რაიმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ არის საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამნოტარო მოქმედება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ შევასრულოთ, ონლაინ მინდობილობებზეა საუბარი, ან ასეთი მოქალაქე ქართველი ნოტარიუსისთვის ცნობილი პირი უნდა იყოს. რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რომელ ქვეყანაში იმყოფება, ამას არანაირი, ანუ სად იმყოფება მოქალაქე, რომელ ქვეყანიდან გვიკავშირდება, აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს სამნოტარო მოქმედების შესრულებისათვის. ანუ ამის გადამოწმების ვალდებულება ნოტარიუსს არ ეკისრება. ანუ და არის ძალიან მნიშვნელოვანი ასე ნოტარიუსების გადამზადება, თუ ხდება, ან თუ იგეგმება კიდე შემდგომი ეტაპი, რომელიც უფრო გააუმჯობესებს, უფრო დახვეწავს ნოტარიუსების მომსახურებას. ჩვენ გვაქვს ქონდა დაგეგმილი ეფექტური მომსახურების ტრენინგები, რომელიც გაიარა თითქმის ყველა ნოტარიუსმა, თუ ამას გულისხმობთ და მოქალაქეებთან ურთიერთობის, თქვათ ისე ფსიქოლოგიური მომენტები ამასთან მიმართებაში არა მხოლოდ ნოტარიუსები, არამედ ნოტარიუსებთან მომუშავე თანამშრომლები, თანაშემწეები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, ისინი ახორციელებენ ყველაზე პირველ კონტაქტს, ასე ვთქვათ, და მათი, ასე ვთქვათ, დატრენინგება ამ თვალსაზრისით ხშირად ხდება. რაც შეეხება პროფესიულ გადამზადებას, ნოტარიუსთა პალატა ხშირად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებას, რომელიც ხშირად სავალდებულოა ნოტარიუსისათვის, რომ დაესწროს ამ ტრენინგს, ამ სემინარს, ამ კონფერენციას, მიიღოს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელსაც ვთქვათ, კანონმდებლობა გვთავაზობს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ნოტარიუსი ასეთ სემინარებს ესწრება, ის თითოეული მათგანი ვალდებულია თვითონ იზრუნოს საკუთარი, ასე ვთქვათ, ცნობიერების განვითარებაზე და აქედან გამომდინარე თვითონ არის ვალდებული, რომ ვთქვათ, მაქსიმალურად იყოს ჩართული ყოველგვარ სიახლეებში. კონფერენციებზე ვიზიტები, მაგალითად, საზღვარგარეთ, თვითონ ნოტარიუსის ინიციატივით, თავიანთი ინიციირებით. ჩვენ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საინტერესო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, თანამშრომლობ GIZ-თან, ეს არის გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება, რომელიც თანაც სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ მემორანდუმი და ისინი მაქსიმალურად გვეხმარებიან სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში
დაგეგმილია როგორც უცხოელი ექსპერტების საქართველოში ვიზიტი, ასევე პირიქით. ხვალისათვის დაგეგმილი გვაქვს აგრეთვე ძალიან საინტერესო მემორანდუმის გაფორმება თბილისი ბარსელონას უნივერსიტეტი აფუძნებს სამართლის სკოლას და მათთან ნოტარიუსთა პალატაც აფორმებს მემორანდუმს და მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გვექნება მუდმივი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დახმარების მიღების შესაძლებლობა, დახმარებაში გულისხმება სამართლებრივი დასკვნები, სხვადასხვა სახის რჩევები იმასთან მიმართებაში თუ ჩვენ დავგეგმოთ რაიმე ცვლილება საკანონმდებლო თვალსაზრისით და ასე რომ ასეთი ვიზიტები, ასე ვთქვათ, ურთიერთობები საკმაოდ ხშირია. აგრეთვე საქართველოს ნოტარიატი თითქმის ყოველთვის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ლათინური ნოტარიატის ეგიდის ფარგლებით რაც ტარდება და ერთს დავამატებ თქვენის ნებართვით, ასეთი ვრცელი მსოფლიო მასშტაბით ხშირად ტარდება ნოტარიუსთა საერთაშორისო შეკრებები და ერთ-ერთი ასეთი წელს იგეგმება საქართველოში 2014 წლის სექტემბრის 12-13 რიცხვებში. ძალიან ბევრი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ნოტარიუსები გვეწვევიან და საერთაშორისო კონფერენციას ვუმასპინძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეპიცენტრი იქნება თბილისი ნოტარიუსებში. უღრმესი მადლობა ქალბატონო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ყოველთვის აინტერესებდია ჩვენს მაყურებელს თქვენი ვიზიტი ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაციას იღებენ და იმედი გვაქვს რომ კიდევ გვეწვევით და დიდი სიამოვნებით. დიდი სურვილებით. ჩვენ კი განვაგრძობთ ძირფასო ტელემაყურებლებო გადაცემას. ახლა ჩვენს ეთერში რუბრიკა კალენდარის დრო დგება, შემდეგ კი უკვე ახალი სტუმრებით და ახალი თემით დაბრუნდებით.